თავი 19. მუხლი 1, 10. 1 და შევიდა და განვიდოდა იერიქოთ. 2 და აჰა ესე რა კაცი ვინმე და სახელი მისი ზაქე და იყო იგი მთავარი მეზუერეთა და ესე იყო მდიდარფრიად. 3 და უნდა ხილვა იესუსი ვინც იარს და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, რამე თუ ჰასაკითა იყო მცირე. 4 და წარბიოდა წინა და აღდა ლეღუსულელსა, რათა იხილოს იგი, რამე თუ მიერწარსვლად იყო. 5 და მოვიდა ადგილსა მას მიხედა იესო და ჰრქვა მას, ზაქე ისწრაფე და გარდამოეთ, რამე თუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ არს ჩემი ყოფა. 6 და ისწრაფა და გარდამოდა და შეიყვანა იგი სიხარულით. 7 და იხილეს ყოველთა და დრტმიდეს და იტყოდეს ვითარმეთ, ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადგომად. 8 აღდგა ზაქე და ჰრქვა უფალსა, აჰა, უფალო ზოგი ნაყოფთა ჩემთა მისცე გლახაკთა და უკვე თუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო 4 წილი. 9 ჰრქვა მას იესო, დღეს იქმნა ცხოვრება სახლისა ამის, რამე თუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს. 10 რამე თუ მოვიდა ძე კაცისა მოძიებად და ცხოვრებად წარწმედულისა. უფალის ტაცებს ყველაზე უფრო მტკიცე ჭურჭელს ეშმაკს და არღვევს მის ქალაქებს. ვინაიდან იხილე, რომ მან არა მხოლოდ მეზვერენი დაიმოწაფა, არამედ მეზვერეთა მთვარს ზაქესაც აღძრავს სულის ხსნისათვის. ხოლო ის, რომ მეზვერე სულდაბალი არსება, ხოლო მთავარი მეზვერე, როგორც მოთავე ბოროტებაში, კიდევ უფრო საძაგელია, ამაში ეჩვი არავის ეპარება. ვინაიდან სახსრებს ცხოვრებისათვის მეზვერენი მოიპოვებენ არა სხვაგვარად, თუ არა ღარიბთა ცრემლებით. მაგრამ ეს მთავარი მეზვერეთა არ რჩება მოძულებული, არამედ იჩენს სტუმართმოყვარეობას და სასყიდლად ამის ახსნას ღებულობს, ვინაიდან როდესაც მან მოისურვა იესოს ხილვა და ამისათვის ავიდა ლეღვზე, უფალმა მას მანამდეც მოხედა, სანამ თავად დაინახავდა მას. ასე უფალი ყველგან წინ გვისწრებს, როგორც კი ჩვენს მზადყოფნას იხილავს. იესომ დაინახა რა ის უბრძანას რაფად ჩამოსულიყო, ვინაიდან მის სახლში აპირებდა ყოფნას. ზაქემ არ დააყოვნა, ვინაიდან არ უნდა ავირიდოთ, როდესაც რაიმეს გვიბრძანებს ქრისტე, არამედ ჩამოვიდა და სიხარულით მიიღო, თუმცა მრავალნი დრტვინავდნენ. ვნახოთ, როგორ ნაყოფს გამოიღებს იგი ქრისტეს სტუმრობასთან დაკავშირებით. აჰა, უფალო, ამბობს იგი ზოგი ნაყოფთა ჩემთა იმისცე გლახაკთა. ხედავ გულმხურვალებას. მან დაიწყო თესვა თავდაუზოგავად და გაიღო არა რაიმე მცირედი, არამედ ყველაფერი სასიცოცხლო. ვინაიდან ის მცირედიც, რომელიც დაიტოვა იმისათვის, რომ ჰქონოდა საშუალება მიეცა დაჩაგრულთათვის. ამით გვასწავლის ჩვენს, რომ არანაირი სარგებელი არ გვექნება, თუ კი ვინმე აქვს რა უსამართლოდ შეძენილი სიმდიდრე, იწყალებს სხვად, ხოლო დაჩაგრულთ უყურადღებოდ სტოვებს. შეხედე, როგორ იქცევა იგი ამ შემთხვევაშიც. თუ კი ვინმე რაიმეთი გაანწყენა, იგი ოთხმაგად უბრუნებს მას, ანაზღაურებს რა ამით ზარალს, რომელიც დაჩაგრულს მიადგა. ვინაიდან ჭეშმარიტი მოწყალება არა უბრალოდ ზარალს ანაზღაურებს, არამედ უმატებს კიდეც, თანახმად სჯულისა. ვინაიდან სჯული აიძულებდა მომპარავს ითხმაგად გადაეხადა, გამოსვლა 22:1. თუ კი თუნდაც ზუსტად განვიხილავთ, ვნახავთ, რომ მას სრულიად არაფერი დარჩა ქონებიდან. ვინაიდან ქონების ნახევარს იგი გლახაკებს აძლევს და მას მხოლოდ ნახევარი რჩება. ამ დარჩენილი ნახევრიდან ის კვლავაც ოთხმაგად უბრუნებს მათ, ვინც დაჩაგრა. ამიტომ თუ კი ამ მეზვერეთა მთავრის ცხოვრება უსამართლობისაგან შედგებოდა, ხოლო იგი ყოველივეს, რაც უსამართლოდ შეიძინა, ოთხმაგად აბრუნებს, მაშინ ნახე როგორ დაკარგა მან ყველაფერი. ამ მიმართებით იგი სჯულზე უფრო ბრძენი აღმოჩნდება, დამოწაფებული სახარებას, რამდენადაც მან მოყვასი საკუთარ თავზე უფრო მეტად შეიყვარა და არ უთქვამს, მივცემ ნახევარს, დავაბრუნებ ოთხმაგად, არამედ, აჰა, ვაძლევ მივაგებ, მან იცის სოლომონის შეგონება. ნუ ეტყვი შენს ახლობელს, წადი, ხვალ მოდი და მოგცემო, თუ მისაცემელი თანხა გაქვს იგავნის 3:28. ქრისტე ახარებს მას ხსნას. ახლა გასცემო, ეუბნება, ახლავე მიიღებ ხსნასაც. ვინაიდან სიტყვებით ამ სახლს იგი ეჭვგარეშეა ზაქეზე მიუთითებს, რომელიც ხსნას იღებს. სახლის ქვეშ ზაქე იგულისხმება იმიტომ, რომ უსულო შენობას უფალი აბრაამის ძეს არ უწოდებდა, არამედ აშკარაა, რომ ასე სახლის სულიერ პატრონს უწოდა. უწოდა მას ძე აბრაამისა, შესაძლოა, იმიტომ, რომ მან ირწმუნა და განმართლდა რწმენით, ან შესაძლოა, იმიტომაც, რომ დიდ სულოვნად მოიძულა სიმდიდრე და შეიყვარა გლახაკნი მსგავსად ამ პატრიარქისა.
დააკვირდი, უფულმა უწოდა ზაქეს ძე აბრაამისა, ახლა როდესაც დაინახა მსგავსება ცხოვრების წესში. მას არ უთქვამს, იმიტომ რომ ესეც აბრაამის ძე იყო, არამედ ახლა არს. ვინაიდან ადრე იყო მეზვერეთა და გადასახადის ამ კრებთა მთავარი, ხოლო მსგავსი მართლისა არაფრით იყო, იგი არ იყო მისი ძე. რამდენადაც ზოგიერთნი დრტვინავდნენ იმის გამო, რომ უფალი ცოდვილი ადამიანის სახლში მივიდა, მათთვის პირი რომ დაეყო, იგი ამბობს, რამე თუ მოვიდა ძე კაცისა მოძიება და ცხოვრება წარწმედულისა. ასეთია სიტყვა სიტყვით მნიშვნელობა, მაგრამ მოსახერხებელია ეს ახსნათ სხვაგვარადაც, ზნეობრიობის სასარგებლოდ. ყოველი, ვინც მრავალზე მეტია ბოროტებაში, მცირეა სულიერი სიმაღლით, ვინაიდან სული და ხორცი ურთიერთსაწინააღმდეგონი არიან და ამიტომ არ შეუძლია იესოს დანახვა ხალხს მიღმა, ანუ ვნებათა და ყოფით საქმეთაგან ამღვრეულს არ შეუძლია დაინახოს იესო მოქმედი, მოძრავი და მოსიარულე. ვინაიდან ასეთი ვერ გრძნობს ვერანაირ მოქმედებას, შესაფერის ქრისტიანისთვის. ხოლო იესოს სვლა სწორედ იმას ნიშნავს, როდესაც ქრისტე როგორღაც მოქმედებს ჩვენში. ასეთი ადამიანი, რომელსაც არასოდეს უხილავს იესო მოსიარულე და ვერ გრძნობს ვერანაირ მოქმედებას, შესაფერის ქრისტესთვის, ხშირად სინანულისგან გონს მოეგება და ლეღვზე ძვრება, ანუ მოიძულებს და ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ სასიამოვნოსა და საამურს, რომელნიც ლეღვით არიან აღნიშნულნი და ამრიგად, ამაღლდება რა საკუთარ თავზე და ფიქრობს ზეახსვლაზე გულში, იესოს თვალთახედვაში ექცევა და თავადაც თვალს მიადევნებს მას. მაშინ უფალი ეუბნება, ის სწრაფე და გარდამოხეთ, ანუ სინანულის მეშვეობით შენ უმაღლეს ცხოვრებას მიემთხვე, მაშინ სწრაფე და გარდამოხეთ სიმდაბლის მეშვეობით, რათა ქედმაღლობით არ ცდუნდე. დამდაბლდი სწრაფად, რადგან თუ კი დამდაბლდები სახლსა შინა შენსა ჯერ არს ჩემი ყოფაი. ჩემთვისო, ამბობს, აუცილებელია მდაბლის სახლში ყოფნა. ვინაიდან ვის მივაპყრობ მზერას, გლახაკს და სულგამწარებულს, ჩემი სიტყვების მოშიშს ესაია 66:2. ასეთი ადამიანი ქონების ნახევარს გლახაკებს აძლევს. სიმდიდრე ჩვენ ორი სახის გვაქვს, ხორციელი და სულიერი. ყოველგვარ ხორციელს მართალი უთმობს გლახაკებსა და მოკლებულთ ყოველგვარ სიკეთეს, მაგრამ სულიერ სიმდიდრეზე იგი უარს არ ამბობს. როგორც უფალიც ამბობს იობზე, ოღონდ მის სულს გაუფრთხილდი იობი 2:6. ასეთი, თუ ვინმეს რაიმე აწყენინა ოთხმაგად მიაგებს. ამით მინიშნებულია იმაზე, რომ ყოველი, რომელიც სინანულის მეშვეობით შეუდგება გზას, საწინააღმდეგოს უწინდელი ბოროტებისა, 4 სათნოებით წამლობს ყველა ადრინდელ ცოდვას და ამ გზით იღებს ხსნას. იგი აბრაამის ძედ იწოდება, რამდენადაც აბრაამის მსგავსად მან დაუტევა თავისი მიწა და მისწრაფება უწინდელი ბოროტებისადმი, დასახლდა თავისი მამის სახლს გარეთ, ანუ თავის თავს გარეთ და საკუთარი თავი უარყო, ვინაიდან იგი თავისი მამის ეშმაკის სახლი იყო, იოანე 8:44 და ამრიგად უარყო რა თავისი თავი და გაუუცოხდა მას, ხსნასაც ღებულობს. თავი 19, მუხლით 11, 14. 11. და ვითარცა ესმოდა ესეერს ამას, შესწინა და თქვა იგავი ამისც, რამე თუ მოახლებულიყო იგი იერუსალმსა და ჰგონებდეს იგინი, ვითარმედ მეხსეულად გამოჩნდეს სასუფეველი ღმრთისა. 12. და hrქვა მათ, კაცი ვინმე აზნაური წარვიდა შორსა სოფელსა მოღებად თავისად სისა მეუფებისა და მოგცევად. 13. და მოუწოდა 10 მონათაცთა და მისცა მათ 10 იმნა და hrქვა მათ, ვაჭრობდით ამას, ვიდრემდე მოვიდე. 14. ხოლო მოქალაქეთა მისთა სცულდა იგი და მიავლინეს მოციქულნი შემდგომად მისა და hrქვეს მას, არა გუნებავს მაგისი მეუფება ჩვენზე და. მე მგონია, რომ ამ ადამიანებს ესმოდათ რა ღმრთის მეუფებაზე იგებდნენ ამას, როგორც თითქოს და ნებასუფლისა ებრაელი ხალხის განთავისუფლების თაობაზე, ამიტომაც ვარაუდობდნენ, რომ იესო იერუსალიმში შესვლისას მიიღებდა ამ მეფობას. მაგრამ უფალი რათა უჩვენოს მათ, რომ უგუნურად სჭიან, ვინაიდან მისი მეფობა არ არის ხორციელი და ამასთანავე უჩვენოს ისიც, რომ მისთვის, როგორც ღმერთისთვის, ცნობილია მათი ფიქრები, ეუბნება ამიგავს, გამოჰყავს რა საკუთარი თავი დიდგვაროვან ადამიანად. ვინაიდან მართალია ის განკაცდა, მაგრამ უარი არ უთქვამს ღვთაებისათვის დამახასიათებელ სიმაღლესა და კეთილშობილებაზე. აღასრულა რა საიდუმლო ხორციელ სახლმშენებლობისა, კვლავად შორეულ ქვეყანაში გაემგზავრა, ანუ რათა ადამიანური ბუნებითაც დამჯდრა იყო ხორციელად მარჯვენით საყდართა დიდებისათა ზეცათა შინა ებრაელთა მიმართ 8:1. ვინაიდან როგორც ღმერთი ის ყოველთვის იჯდა მამასთან ერთად, ხოლო როგორც ადამიანი იგი მაშინ დაჯდა, როდესაც ამაღლდა და მიერითგან მოელის, ვიდრემდის დაისხენ მტერნი მისნი ქვეშეფერხთა მისთა. ებრაელთა მიმართ 10, 12, 13.
ეს კი ქვეყნის აღსასრულისას მოხდება, როდესაც ყველანი, ამის არ მსურველნიც დაემორჩილებიან მას, ირწმუნებენ რა, რომ იესო ქრისტე არის უფალი სადიდებელად ღმრთისა მამისა ფილიპელთა მიმართ 2:11. მოქალაქენი არსებითად იუდეველნი არიან, რომელთაც სცულდათ იგი და მიხილეს და მომიწულესო, ამბობს იგი, მეცა და მამაიცა ჩემი იოანე 1:15-24. მათ არ სურდათ, რომ იგი გამეფებულიყო მათზე. ამიტომაც უარს ამბობდნენ რა მის მეფობაზე, ეუბნებოდნენ კიდეც პილატეს, არა გვივის ჩვენ მეუფე და კვლავაც ნუ დასწერ მეუფედ ჰურიაითა იოანე 9:15-21. თუმცა ზაქარია ღაღადებს, იხარებთ ფრიად ასულო სიონისაო, ქადაგებთ ასული იერუსალიმისაი. აჰა მეუფე შენი მოვალ შენ და მართალი და მაცხოვარი ზაქარია 9:9 და ესაიაც, აჰა სიმართლით იმეფებს მეფე 32:1 და დავითიც, მე დავдэг მეუფეთ მის მიერზე და სიონსა ფსალმუნი 2:6, იუდეველმა მოიძულეს უფალი, მან კი თავის მონებს 10 იმნა მისცა. მისი მონებია არსებითად ისინი არიან, ვისაც ჩაბარებული აქვთ მსახურება ტაძარში. ნათქვამია, რომ ისინი 10 არიან საეკლესიო წარმომადგენლობის სრულყოფილების მიზეზით, ვინაიდან საეკლესიო წესრიგს სრულყოფილად მოწყობილი წარმომადგენლობა გააჩნია და არ იყო საჭიროება არც ამაზე მეტისა და არც ნაკლებისა. მაგალითად, ჩვენ ვხედავთ ეკლესიაში სამშემდეგ მოქმედებას, განწმენდას, განათლებას და შემოსვას და სამხარისს, რომელთა შორის დანაწილებულია ეს ქმედებანი, დიაკვნები განწმენდნენ ნათლად განმზადებითა და სწავლებით, მღვდლები განანათლებენ ნათლობით, მღვდელმთავარნი სასულიერო ხარისხებში ადგენენ და მოსავენ, ანუ ხელს დაასხამენ. ხედავ ხარისხები შეესაბამება მოქმედებებს და სასულიერო პირთა ხარისხები არც მეტია და არც ნაკლები. სწორედ ამ მონებს ურიგებს უფალი ათმნეს, ანუ ნიჭებს, რომელნიც ყველას სასიკეთოდ ეძლევა, 1 კორინთელთა მიმართ 12:7. ვინაიდან თითოეული, რომელსაც ჩაბარებული აქვს წარმომადგენლობა, უღირსიც რომ იყოს, თავად ცხებისაგან აქვს ნიჭი მიმადლებული და ეს ჭეშმარიტად დიდი საიდუმლოა ღვთისკაცთმოყვარებისა და სახლის მშნებლობისა. თავი 19, მუხლი 15, 28, 15 და იყო მოქცევასა მას მისცა, მორა აქ უნდა მეუფებაცი და ბრძანა მოწოდება მათ მონათა, რომელთა და მიეცა ვეცხლი იგი, რათა უწყოდის, რა იგი ივაჭრეს. 16 და მოვიდა პირველი იგი და hrქუა, უფალო, შენ მან ვეცხლმა 10 სხვა შესწინა სასწორი. 17 hrქუა მას, კეთილს სახიერო მონაო, რამე თუ მცირეცა ზედა სარწმუნო იქმენი, იყავ შენელმწიფე 10-ზე და ქალაქთა. 18 და მოვიდა მეორე იგი და hrქუა, უფალო, ვეცხლმა შენმან სხვაღა 5 სასწორიყო. 19 hrქუა მასცა და შენცა იყავ 5-ზე და ქალაქთა. 20 და მესამე იგი მოვიდა და hrქუა, უფალო, აჰა ვეცხლი შენი, რომელი მაქვს უნდა დაკრძალული სუდარსა. 21 რამე თუ შემეშინა ვითარმეთ კაცი ხარ სასტიკი, მოიღი სადა არა დასტვი და მოიმკი სადა არა დასთესი. 22 და hrქუა მას, პირისა შენისაგან გსაჯო შენ, მონაო ბოროტო, იცოდე რამე თუ მე კაცი ვარ სასტიკი, მოვიღი სადა არა დავდვი და მოვიმკი სადა არა დავსთესი. 23 და რასაც არა დასტე ვეცხლი ჩემი სავაჭროსა, მომცავედ მე და ვახში თუ ვთქმენ იგი. 24 და hrქუა წინაშე მდგომელთა მათ, მოუღეთ ვეცხლი იგი და მიეცით, რომელს იგი აქვს 10 სასწორი ვეცხლი. 25 და მათ hrქუეს მას, უფალო, აქვს 10 სასწორი. 26 გეტყვით თქვენ ვითარმეთ, ყოველსა რომელსა აქუნდეს მიეცეს, ხოლო რომელსა არა აქუნდეს და რომელღა იგი აქუნდეს, მოვედეღოს მისგან. 27 ხოლო მტერნი იგი ჩემნი, რომელთა იგი არა უნდა მეუფება ჩემი მათზე და მომგვარენით მე აქა და მოწყდენით წინაშე ჩემსა. 28 და ვითარცა ესე წართქვა ვიდოდა წინაშე მათსა და აღვიდოდა იერუსალიმ. როდესაც უკან დაბრუნდება ქრისტე, კეთილშობილი ადამიანური წარმოშობითაც, ვინაიდან უფალი სამეფო გვარიდან წარმოსდგებოდა და ღვთაებრივითაც, თავის მეორედ მოსვლის ჟამს, როდესაც იგი გამოჩნდება მოციქულებთან ერთად მეუფედ, სადიდებელად ღმრთისა მამისა, და როდესაც მოდრკება მის წინაშე ყოველი მუხლი, მაშინ ვეჭველად მოითხოვს ანგარიშს იმ მონათაგანაც, ვინც ნიჭები მიიღეს. ირკვევა, რომ ერთმა მოუტანა სარგებელი მრავალს და 10 გადგანამრავლა თავისი ნიჭი, მეორემ ასევე მოუტანა სარგებელი, მაგრამ ნაკლები რაოდენობის ადამიანებს, მესამე კი საერთოდ არავისთვის იყო სასარგებლო, არამედ მოქმედების დრო გართობაში გაატარა.
ამიტომ ის, ვინც მის მიერ მიღებული 10 მაგათგან ამრავლა 10 ქალაქის მმართველად იქნა დადგენილი, ანუ მიეცა ხელმწიფება 10 ქალაქზე, მაშასადამე მრავალგზის ჯილდოვდება. შესაბამის ჯილდოს იღებს ის, ვინც მას მოსდევს. ხოლო ის, ვინც არანაირი მოგება არ მოიტანა, განიკითხება, ვნახოთ რას ამბობს იგი, უფალო, აჰა ვეცხლი შენი, აიღე იგი, რომელი მაქვს უნდა დაკრძალული სუდარასა. გარდაცვლილ უფალს თავზე სუდარა ჰქონდა შემუხვეული, იოანე 20:7 და ლაზარესაც საფლავში სახე ჰქონდა შესუდრული, იოანე 11:44. ამიტომაც ეს დაუდევარი სამართლიანად ამბობს, რომ ბოძებლი მან სუდარაში შეახვია, ვინაიდან ხო რა იგი მკვდრად და უმოქმედოდ, მაშინ იგი ვერ გამოიყენა და მოგება ვერ მოიტანა, რამე თუ შემეშინდაო, ამბობს ვითარმედ მოიღოსა და არა დასტვი. მრავალნი იდებენ ამას საბაბად. არ სურთ რა იყვნენ ვინმესთვის სასარგებლონი, ისინი ამბობენ, სადაც უფალს არ დაუთესავს ნიჭიერება და შესაძლებლობანი, იქ მკასაც ნუელი. ესა და ეს მას არ შეუქმნია ნიჭიერად და შემძლეც სწავლისა, მას ჩემგან რაღაც ითხოვ მისთვის სარგებლობის მოტანას. ამიტომაც უფალიც ამბობს, შენ ასწავლე და მიეცი ვეცხლი მუშაკთა, ანუ ყველა ადამიანს, დადგენილ სარგებლის მისაღებად. ვინაიდან ყოველი ადამიანი უფლის მიერ ვაჭრადაა დადგენილი, რათა ამ სოფლის დიადი მუშაკობისას დასდოს ვერცხლი მისი სავაჭროდ. და მომცავედ მე და ვახში თურთ ვქმენ იგი, ანუ უკან მოვითხოვო მოგები თურთ. ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ, ხოლო იმის გამო, რაც მას მოჰყვება, უფალი განსჯის მათ, ვინც არ ისურვებენ ისარგებლონ. ბოძებული წაერთმევა და კეთილ მუშაკს მიეცემა. თუმცა მას აქვს, მაგრამ სწორედ ამიტომ მისთვის სასარგებლოა უფრო მეტი მიიღოს. რომელსა აქ უნდეს მიეცეს, ანუ ვინც კარგი ვაჭრობის წყალობით დიდძალი თანხები შეკრიბა, მას მეტიც მიეცემა. ვინაიდან თუ კი მან მცირედი 10 მაგათ გაზარდა, ცხადია, რომ გაათმაგებს რამეც, ბატონს კიდევ უფრო მეტ მოგებას მოუტანს. ხოლო დაუდევარსა დაუდებს, რომელმაც არ იზრუნა მის მიერ მიღებულის გამრავლებაზე, რაც აქვს, ისიც წაერთმევა, რათა უქმედ არიდოს ბატონის ქონება, მაშინ როდესაც შეიძლება იგი სხვას მიეცეს და მრავალგზის გაიზარდოს. ჩვენ გვესმის ეს არა მხოლოდ სიტყვასთან და სწავლებასთან დაკავშირებით, არამედ ზნეობრივ სათნოებებთან მიმართებაშიც. ვინაიდან მათთან მიმართებაშიც მოგცა უფალმა ნიჭები, ერთს მარხვისა, მეორეს მოწყალებისა, მესამეს სიმდაბლისა, კიდევ სხვას მორჩილებისა და თუ კი ვიფხიზლებთ, განვამრავლებთ ამ ნიჭებს. თუ კი დაუდევარნი ვიქნებით და ნებაყოფლობით მოუკვდებით, მაშინ შემდგომში ღმერთს გადავაბრალებთ, როგორც ჩვეულებრივ ვამბობთ ხოლმე, რა ვქნა. თუ კი ესა და ეს წმინდანი გახდება, იმიტომ რომ ღმერთმა მოიღო მასზე მოწყალება და იგი წმინდა, ხოლო ჩემზე არ მოიღო და მე არ ვარ წმინდა, და ეს პეტრე იყო, სხვა პავლე. უბუნურო ადამიანო. თავადმნა, შენთვის მოცემული, გაქცევს შენ პეტრედ და პავლეთ. აკეთე შენი საკუთარი ძალისაებრ და რაიმე მაინც მოუტანე შენს მომცემელს, თუ კი იმდენს არ მოუტან, რამდენიც პეტრემ და პავლემ, ვინაიდან მათაც მნა მიიღეს და შენც მნა. და ამასთან ოდნავადაც არ შეგიწუხებია რა თავისი კეთის ქმნისათვის, შენ ღმერთს ადანაშაულებ. ამიტომაც აღმოუჩნდები რა უღირსი ნიჭებისა, ჩვენ ვკარგავთ მათ. ხოლო მტერნი იგი ჩემნიო, ამბობს, რომელთაც არ სურდათ ჩემი მეფობა, მომგვარენით მეაქა და მოსწყვიდენით წინაშე ჩემსა, ანუ იუდეველნი, რომელთაც იგი წარსაცქმედად მისცემს გაგზავნის რა მათ მარადიულ ცეცხლში. და უბედურები აქაც, ანუ ამ სოფელშიც, შეიმუსრნენ რომაელთა ჯარების მიერ და ჯერაც დაკრძალულ არიან და კვლავაც დაკრძალულ იქნებიან იქ შესამუსრად. თავი 19, მუხლი 29, 40, 29 და იყო, ვითარცა მიეახლა ბეთპაგე და ბეთანია, თასათანა, რომელსა ჰრქანზეთის ხილთა, წარავლინა ორნი მოწაფეთაგანი. 30 და hrქვა მათ, წარვედით წინაშე დაბასა მაგას, რომელსა შეხვდეთ და პოთკიც დაბმული, რომელსა კაცი არ გავინ დაჯდომილარს, ახსენით და მომგვარეთ მე. 31 და უკვე თუ ვინმე გკითხვიდეს, რასაც ახსნით. ესრეთ არქუთ ვითარმეთ, უფალსა ომს ეგე. 32 და ვითარცა წარვიდეს, რომელნი იგი მიავლინა, პოვეს ეგრეთ, ვითარცა იგი hrქვა მათე. 33 და აღრახსნიდეს იგინი კიცრუსა მას, hrქვეს მათ უფალთა მათ მისთა, რასაც ახსნით კიცრუსა მაგას. 34 ხოლო მათ hrქვეს ვითარმეთ, უფალსა ომს ეგე. 35 და მოჰგვარეს იგი იესოს და დაასხეს სამოსელი კიცრუსა მას და დაჯდა იესო მასზე და. 36
და ვით არ შევიდოდა იგი დაუფენდეს სამოსელსა მაცა გზასაზე და 37 და ვით არცა მიიწია იგი შთასავალსა მას მთისაზეთის ხილთასა იწყო ყოველმან სიმრავლემან მოწაფეთამან სიხარულით ქებად ღმრთისა მითა დიდითა ყოველთა მათც რომელნი იხილნეს ძალნი 38 და იტყოდეს კურთხეულ არს მომავალი მეუფე სახელითა უფლისათა მშვიდობაცათა ზედა და დიდება მაღალთაშინა 39 და ფარისეველნი ვინმე ერისა მისგანი ეტყოდეს მას და ხრქვეს მოძღვარ შეჰრისხენ მოწაფეთა შენთა 40 ხოლო იესო მიუგო და ხრქვა მათ გეტყვ თქვენ დაღათუ ესენი დუმნენ ქვანი ღაღადებდენვე უფალი ერთსა და იმავე დროს ორი მიზნით ჯდება ვირის კიცვზე ჯერ ერთი რათა აღესრულებინა წინასწარმეტყველება რომელიც ღაღადებს აჰა მეუფე შენი მოვალს შენ და მართალი და მაცხოვარი თავადი მშვიდი და მჯდომარე კარაულსაზე და კიცვსა ახალსა ზაქარია 9:9 მეორეც რათა ხატოვნად გაგვაგებინოს ჩვენ რომ იგი დაიმორჩილებს ახალ განუწმენდავ და მოუთოკავ წარმართ ხალხს თუ მანძილით ვიმსჯელებთ უფალი ეჭვგარეშეა არ საჭიროებდა კიცვს ვინაიდან ფეხით შემოიარა რა მთელი გალილეა და იუდეა როგორ გაუჩნდა უცებ ჩოჩორის საჭიროება ბეთანიიდან იერუსალიმში გადასვლისას სადაც მანძილი როგორც ყველასთვის ცნობილია უმნიშვნელოა ამრიგად იგი ამას საიდუმლო აზრით აკეთებს კიცვი მიბმული იყო და მრავალი პატრონი ჰყავდა მაგრამ წარგზანილთა ანუ მოციქულთა მიერ აიხსნება ეს ასეთი აზრის მატარებელია ბეთანია განმარტების მიხედვით აღნიშნავს სახლს მორჩილებისა ხოლო ბეთბაგე სახლს ყბებისა ადგილს განკუთვნილს მღვდელთათვის ვინაიდან მღვდლებს ეძლეოდათ ყბები როგორც ჯულითაა დადგენილი მეორე რჯული 18:3 ყბებით აღნიშნულია სიტყვა სწავლებისა რომლითაც აილესება და ფაქიზდება სულიერი ყბები ამრიგად სადაც არის სახლის სწავლების სიტყვისა და ამ სიტყვისადმი მორჩილებისა იქ იგზავნებიან უფლის მოწაფენი და ახსნიან ადამიანებს შეკრულ ცოდვების საკვრელითა და მრავალი ყოფითი საზრუნავით და მრავალი ბატონისა და ღმერთის მონათაგან აქცევენ მათ თაყვანისმცემლად ერთი უფლის იესოსი და ერთი მამა ღმერთისა ხოლო იქ სადაც არც მორჩილების სახლია არც სწავლების სიტყვა მიიღება იქ არაფერი მსგავსი არ ხდება და კიცვიც არ აღიხსნება წარგზავნილნი ორნი არიან ამით აღინიშნება ის რომ წარმართთა ქრისტესთან მიყვანებასა და მის დამი დამორჩილებას იერარქიის ორი წარმომადგენელი ემსახურება წინასწარმეტყველნი და მოციქულნი კიცვი ვირისა მოჰყავთ რომელიღაც დაბიდან სოფლიდან რათა ვიცოდეთ რომ წარმართი ხალხი ძალზედ უბრალო და უმეცარი იყო ვინაიდან იგი არასოდეს ემორჩილებოდა არც მოსეს არც წინასწარმეტყველთა სწავლებას არამედ უწვრთნელი ჩოჩორი იყო თუკი როგორც სხვა მახარებელმა თქვა მათე 21:15 ყრმებიც ღაღადებდნენ ოსანა ძესა დავითისა ისინიც შეიძლება აღნიშნავდნენ იმავე ახალ ხალხს რომელმაც ირწმუნა რა იესო ხორციელად მოვლენილი დავითის თესლისგან დიდებას აღავლენდა ღვთისადმი როგორც დაწერილია ერი დაბადებადი აქებდის უფალსა ფსალმუნიას 1:19 ტანსაცმლის დაფენა გონებ იმას ნიშნავს რომ იესოსადმი გალობის ღირსნი განიძარცვავენ რა ძველ ადამიანს უფენენ და უმორჩილებენ მას იესოს რათა მასზე ფეხის დადგმით განანათლოს იგი და ხორცი არ ამხედრდეს სულის წინააღმდეგ ისე რომ მათაც შეეძლოთ თქვან და ემორჩილე უფალსა და დაემონე მას ფსალმუნი 36:7 ამბობს რა რომ მოწაფეთა მთელი სიმრავლე აქებდა უფალს ლუკა უწოდებს მოწაფეებს საერთოდ ყველა მიმდევარს იესოსი არა მხოლოდ 12-სა და 70-ს არამედ მთელ ხალხს რომელნიც ან სასწაულთა საჭიროების ან დროდადრო სწავლების გატაცების გამო იესოს მისდევდა მათ რიცხვში ბუნებრივია შეინიშნებოდნენ ყრმებიც როგორც სხვა მახარებელნი გადმოსცემენ მათე 21:15 ღვთისადმი აღძრულნი ყრმები აღიარებენ იესოს მეუფედ მომავალს სახელითა უფლისათა ანუ ღმერთად და ამბობენ მშვიდობა იცათა ზედა სხვაგვარად უწინდელი მტრობა რომელიც ღმერთთან გქონდა შეწყვეტილია ვინაიდან არ იყო დედამიწაზე მეუფე ღმერთი ახლა კი როდესაც უფალი მოდის მიწაზე ჭეშმარიტად მშვიდობა აცათა ზედა და ამიტომაც დიდება მაღალთაშინა რამდენადაც ანგელოზნიც განადიდებენ იმ ერთსულოვნებასა და შერიგებას რომელიც გვიწყალობა ჩვენ ვირის კიცვზე ამხედრებულმა მეუფემ და ღმერთმა ვინაიდან ის რომ მიწაზე მოივლინა ჭეშმარიტი ღმერთი და დადის ჩვენს ქვენაში ქვეყანაში თავისი მტრებისა ცხადყოფს რომ მასსა და ჩვენ შორის ზავი დაიდო
ფარისეველნი დრტვინავდნენ იმის გამო, რომ ხალხი იესოს მეუფეს უწოდებდა და განადიდებდა მას, როგორც ღმერთს, ვინაიდან მათი აზრით, საზეიმოდ მინიჭება მისთვის მეუფის სახელისა იყო ნიშანი აღმაშფოთებელი და ღვთისგმობის მომასწავებელი. მაგრამ იესო ამბობდა, დაღა თუ ესენი დუმნენ, ქვანი ღაღადებდენვე. ანდა, ადამიანები ამას ამბობენ არა ჩემდამი მაამებლობის გამო, არამედ წარმოსთქვამენ ამ დიდებას იმიტომ, რომ ამაში მათ არწმუნებს და აღძრავს ყველა ის ნიშანი და ძალა, რომელიც იხილეს. თავი 19, მუხლი 41, 44. 41. და ვითარცა მიახლა იხილა ქალაქი იგი და ტირო და მასზე და 42. და იტყო და ვითარმედ, უკვე თუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშტობად შენდა. ხოლოაც დაეფარა თვალთაგან შენთა. 43. რამე თუ მოვლენან დღენი შენზე და მოგადგან შენ მტერთა შენთა ლაშქარი და გარე მოგადგენ შენ და შეგკრიბონ შენ ყოვლით კერძო. 44. და დაგარღონ შენ და შვილნი შენი შენ შორის დაეცნენ და არა დაშთეს ქვასაზე და შენ შორის ამისცს, რამე თუ არა გულისმახყავ ჟამი მოხედვისა შენისა. უფალი, როგორც კაცთ მოყვარე, ტირის ქალაქზე, ვინაიდან არ სურდა მასში მცხოვრებთა დაღუპვა მის მიმართ კადნიერი საქციელის გამო. ამრიგად ტირილით იგი ამჟღავნებს თავის თანამგრძნობ გულს. ხოლო ის, რომ მას ეწოდებოდა ისინი არა მხოლოდ ჯვარცმის წინ, არამედ ჯვარცმის შემდეგაც სურდა მათი მოქცევა, ეს ჩანს იქიდანაც, რომ მან მისცა ისინი რომაელთა ხელთ მრავალი წლის შემდეგ, ვინაიდან 35 წელი გავიდა. უეჭველია, რომ სხვა არაფრის გამო გადავადებულა მის მიერ სასჯელი, თუ არა მათი მოქცევის ძლიერი სურვილისა. ამრიგად იგი გოდებს იერუსალიმის გულქვაობაზე და ამბობს, უკვე თუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშვიდობად შენდა, ანუ თუნდაც ახლა რომ შეგეცნო, თუ რა არის შენთვის სასარგებლო და რას მიჰყავ ხარ მშვიდობისა და სიმშვიდესაკენ, კერძოდ, რომ უნდა ირწმუნო ჩემი და განეშორო ბოროტ განზრახვას ჩემს წინააღმდეგ. ახლა კი დაფარულია შენს თვალთაგან ის, რომ მოუთმენელი უბედურებანი დაგატყდება შენს მიერ ჩემი უარყოფის გამო და რომ შენ დაითმენ ამასა და ამას იმის გამო, რომ ვერ გულისხმაყავი ჟამი შენი მოხედვისა, ანუ ჩემი მოვლენისა, როდესაც მე მოვედი შენს მოსანახულებლად და სახსნელად. ამრიგად შენ გმართებ და შეგეცნო თუ რა ემსახურება შენს კეთილდღეობას, ანუ გერწმუნა ჩემი და შენ უსაფრთხოდ იქნებოდი რომაელთა მხრიდან და თავისუფალი ყოველგვარი ზიანისაგან. ვინაიდან ყველა, ვინც ქრისტე ირწმუნა, გადარჩა ტყვედ ჩავარდნას, ასე რომ ყველას რომ ერწმუნა ტყვედ არავინ ჩავარდებოდა. თავი 19 მუხლი 45, 48. 45. და ვითარცა შევიდა ტაძარსა მას, იწყო გამოსხმად მსყიდელთა მათ და მომსყიდელთა 46. და ხრქუა მათ, წერილარს, სახლი ჩემი სახლსალოცველარს, ხოლო თქვენ ჰყავთ იგი ქუა ბავაზაკთა. 47. და იყო მუნდა ასწავებდა დღითი დღეთ ტაძარსა მას შინა. ხოლო მღვდელთ მოძღვარნი იგი და მწიგნობარნი და მთავარნი ერისანი ეძიებდეს მას წარწმედად. 48. და ვერ არას პოებდეს რა უყონ მას, რამე თუ ყოველი ერი დამორჩილებულიყოს მენად მისგან.